მშობლები როგორც წესი ამ პატარა ნიშნებს ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ეს ნიშნები შეიძლება იყოს ისეთი დაავადების დასაწყისი, როგორც არის სკოლიოზი. მე ჩამოგვითვლი და გაჩვენებ ამ ნიშნებს, რომლის ამოცნობა სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, არის რომ ჩვენ შვილს ვაყენებთ ფეხში შველს იატაკზე, მაქსიმალურად თავისუფალ პოზიციაში, ან ზემოთ უმჯობესი იქნება თუ ეწმევათ ხელი მაისური, ან საერთოდ გავხდით და დავაკვირდებით მხრების დგომს. ხომ არ არის რომელიმე მხარე უფრო მაღლა ვიდრე მეორე. ეს ნიშანი მანიშნებელია, რომ გვაქვს ბეჭის ასიმეტრია. შემდეგ ჩამოდივართ უფრო დაბლა და ვაკვირდებით ნეკნთარ კალს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ბავშვი შემოვაბრუნოთ და დავაკვირდეთ ნეკნების დასასრული მიდამო, რომელიმე მხარე ხომ არ არის უფრო მეტად ამოზნექილი ვიდრე მეორე. ესეც ერთ-ერთი ნიშანია ასიმეტრიის. შემდეგი ნიშანი უკვე არის მენჯის ფრთების სიმეტრია. შეგვიძლია გავზომოთ მარტივად, თუ თვალით შეუმჩნეველია, მოვათავსოთ ხელები მენჯის ფრთების მაქსიმალურ ზედა კიდეზე და შევხედოთ ჩვენს ცერათითებს, რომელიმე ხომ არ დგას მეორესთან შედარებით უფრო მაღლა. ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რომ გვაქვს ასიმეტრია. შემდეგი ტესტი არის უკვე ადამსის ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვი ისევ დგას ფეხში შველი იატაკზე, ფეხები მაქსიმალურად ახლოს აქვს ერთმანეთთან, მაისური უმჯობესია თუ იქნება გახდილი და ვთხოვთ, რომ დაიხაროს წინ მაქსიმალურად და ვაკვირდებით ხერხემლის ხაზის სიმეტრიულობას. რამდენად სწორად მოუყვება ჩვენი ხერხემალი ჩვენს ზურგს. აქაც ხშირ შემთხვევაში შესამჩნევია ხოლმე ასიმეტრია, ასევე ასიმეტრიულად რომელიმე მხარე ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ამოზნექილი ზემოთ. ესეც ერთ-ერთი ნიშანია, რადგანაც აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს. ასევე ხშირად ძალიან მარტივი დასანახია ხოლმე ბავშვის მაისურის დგომა, მაგალითად მის მხრებზე, რომელიმე მხარე ხომ არ არის ქვემოთ ჩამოწეულია. ან ზემოთ აწეული პირიქით. აი ამითაც შესაძლებელია რომ დავინახოთ მარტივად გარკვეული ასიმეტრიები. კიდევ რასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ტერფის მდგომარეობა. თუ სპეციალისტთან ვიზიტამდე მშობელი დააკვირდება თუნდაც ბავშვის ფეხსაცმლის ცვეთას, რომელიმე მხარეს ხომ არ ცვდება მისი ფეხსაცმელი უფრო მეტად ვიდრე მეორე. ესეც არის ნიშანი იმისა, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ დიაგნოსტიკაზე, ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობ და საჭიროების შემთხვევაში შეერჩეს სწორი სუპინატორი.